და კიდევ აი საინტერესო მაგალითი რაც ჩვენ ყოველდღე წირვაზე უყურებთ ხოლმე. ერთ მამოძღვარმა თქვაო რომ კაცი რომელიც სწავლობს რჯულს და ასრულებსო პრაქტიკულად ცხოვრებაშიო, საქმეებითაცო, გავსო იმ ბარძიმსო, იმ თასსო, რომელსაცო დიდი ფეხი აქვსო. და რო გინდა წააქციო, ვერ წააქცეო მასო. გესმით? და ვინც ასრულებსო, ვინც არ ასრულებსო, გავს იმ ბარძიმს, რომელსაც ვიწრო ფეხი აქვს და ადვილად გადაყირავდებაო. და ხეთ ბარძიმი როგორ აკეთებული? ეს ყველა ჩვენს ტრადიციაში ასია. უნდა საყრდენი ფეხი კონდეს, ეს ძირი. და კონდეს ფართო. თქვენ რომ ამას ხელი კრათ ვერ წააქცევთ. ცურავს, ხედავთ? ხელი რომ მიადო, იმიტომ რომ იმდენად დიდია, ფართოა მისი ძირი, რომ არ იქცევა. გესმით? ერთ მოძღვარს ჩვენთან ხელი შემდგომით წაკრა წირვის დროს, შემთხვევით მოვიდა და ბარძიმი არ წაიქცა. ყარა დგას. იმიტომ რომ ეს არის ის საძირკველი, რაზეც უნდა აშენებული იყოს ჩვენი რწმენა. გესმით? და მაგრამ ქრისტეს ნათქვამი რითი განსხვავდება ახლა ამისგან აი ეს თქვა და ამით დავასრულებ. ქრისტე ამბობს რომ კლდეზე დაშენებული სახლი და ქვიშაზე დაშენებული სახლი. პავლე მოციქულისგან ჩვენ ვიცით ეს რომ ნახეთ პავლე მოციქული ამბობს ამას ეს არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, ხო? რომელი? მეათე თავში. ო, აი, როგორ კარგად ციციშე, პირველი კორინთელთა მეათე თავი. რომ აი როგორ სრულყოფილად ამბობს უფალი ჩვენი ამას მოусმინეთ კიდევ ცოტა ხანი და ავიდეთ. რომ მინდა იცოდეთ ძმებო, რომ ჩვენო ტყვეობიდან რომ მოვდიოდით უდაბნოშიო და ყველანიო ერთი და იმავე სულიერ სასმელს სვამდით უდაბნოში, ხო? 40 წელი რომ მოვდიოდით, ერთი და იგივე სულიერ სასმელს სვამდითო. და ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც დაყვებოდა მათ და ეს კლდე იყო ქრისტე. ნახეთ, რაზე ლაპარაკობს პავლე მოციქული, რომ უდაბნოში ყოფილა რაღაცა კლდე და ამ კლდიდან სვამდით ჩვენ წყალსო და ეს კლდე სინამდვილეში მოასწავებდა ქრისტესო. რომ იმ კლდიდან უნდა ვსვათ დღესაც ჩვენ წყალიო. მე მინდა ეს ორი ადგილი გაჩვენოთ თქვენ, ეს არის გამოსვლათა მე-17 თავი და რიცხვთა მე-20 თავი. საკითხვა არ ისე მოგიყვებით, რომ ნახეთ, ერთი შემთხვევა ასეთი იყო. ძველ აღთქმაში მოდიან და მიახლოვდნენ რეფიდიმი ერქვა იმ ადგილს და იმ ადგილთან რომ მივიდნენ, უდაბნო ადგილი იყო და ასობით ათასი ხალხია და წყურიათ. კვდებიან, უდაბნოში ხვდებით, რომ აშინელება უწყლობა და მოსე ეუბნება და მოსეს აუჯანყდა ხალხი. და მოსე ეუბნება ღმერთო მიშველე, რა ხნა ჩამქოლავენ უკვე, იმიტომ რომ წყალი არ აქვს ხალხს. და ღმერთმა უთხრა, ნუ გეშინიაო, აი ამ კლდეს ხომ ხედავო? წადიო, წაიყოლე ისრაელის უხუცესებიო, წაიღე შენი კვერთხიო და მიდიო მე რომელსაც გეტყვი იმ კლდესთანო და დაარტყიო იმ კლდესო და გადმოვა წყალი იქიდან. იყო დაგროველი კონდენსაციის წყალი იყო როგორც ჩანს იმ კლდეში და ღმერთმა უთხრა აი იმ კლდეს დაარტყი და გადმოვა და დაარტყეს და თქო უნდა კიდე გახვრიტეს ალბათ და გადმოვიდა შემდეგ წყალი. შემდეგ მეორე შემთხვევა იყო წლების შემდეგ რეფიდიმი ქადეში ერქვა ასეთი ადგილი და იქ რომ მივიდნენ, იქაც იგივე ანალოგიური შემთხვევა იყო და იქაც წყალი არ აქვს და ღმერთს ევედრება მოსე და ღმერთი ეუბნება, აი იმ კლდესთან მიდიო დაელაპარაკე და მოგცემს წყალს. და მოსე მიდის ამ კლდესთან და ეთყობა ის ძველი შემთხვევა რომ ახსოვდა, არ მოусმინა ღმერთს კარგად მოსემ და ადგა და ორჯერ დაარტყა კვერთხი ამ კლდეს. იქო ერთხელ დაარტყა და იფიქრა ალბათ ორჯერ რომ დავარტყა უფრო კარგად გადმოვაო და განურისდა ღმერთი. და რას ეუბნება ნახეთ ღმერთი? აი იმის გამო რომ არასანდოდ გამომაჩინე ისრაელის თვალშიო, რაც მე გითხარი ის რომ არ გააკეთეო, რომ დაელაპარაკე და მოგცემს წყალსო, ამიტომ შენ დაესჯები და ვერ შეხვალ აღქმულ მიწაზეო. და მართლაც მე მოსე იმეორებს მეორე ჯურის წიგშია ეს რომ აი თქვენს გამო მაშინ გახსოვთო მეც შევწოდე და ამიტომ მე ვერ შევალო
მოსე ევედრება რომ ღმერთო რა მოხდებოდაო რომ მეც გადავსულიყავი მიწაზე მეც მენახავ და ღმერთმა უთხრა არაო რაც მე თქვი ამაზე ნუღა მელაპარაკები რადგან ასეთი მძიმეა ღმერთის სიტყვის გამრუდება და პავლე შემდეგ გვეუბნება რომ ის კლდე ქრისტე იყო სინამდვილეში ანუ ქრისტეს მოასწავებდაო მაგრამ ნახეთ პირველად დაარტყა და მეორედ ასე უნება დაელაპარაკა ძველ აღთქმაში საჭირო იყო დარტყმა ძალა უხეში გცნება მკაცრი მცნება გესმით აი იძულება და ახალ აღთქმაში ჩვენი მსგავსი გახდა ის კლდე დაელაპარაკე და აგიხსნის დაელაპარაკე და მოგცემს არა საჭირო ძალმომრეობა რაღაცა დასჯა ქრისტე ხო ამბობს რომ მე დასარჯელად კი არ მოვედი არამედ გადასარჩენად დარტყმა არ იყო ამიტომაც ღმერთი რო ეუბნება ერთხელ დაარტყი და მეორედ არ დაარტყა აი ამას მოასწავებს რომ ახალ აღთქმაში იმდენად ახლო მოვიდა ჩვენთან ღმერთი ჩვენი მსგავსი გახდა რომ დაელაპარაკე და მოგცემს აი ეძებეთ და იპოვით დააგაკუნეთ და გაგიღებენ ითხოვეთ და მოგეცემათ ერთი ჩემი მრევლი მეუნებოდა მე ეხლა შეიძლება მოусმინოს და გაუხარდება რომ თქვენ აიცით ვინ არის სხვაგან არის რომ ისაო მამაო ჩემს სოდვებს რომ ვებძვიო აი ძველთქმაში იყო ასეთი შემთხვევა რომ როცა შევიდა აღთქმულ მიწაზე ისრაელი იერუსალიმამდე იყო იერიხონი ესეთი ქალაქი და ღმერთმა ასეთი რჩევა მიწა რომ იერიხონს გარშემო უარეთო ბუკის და ნაღარით და გალობითო და ჩამოიქცევა მისი კედლებიო და ამ ბიჭმა ეს რა წაიგითხა მითხრა რომ ამაო აი მე ჩემ ცოდებს რომ ვებძიო იერიხონივითო უნდა გარშემო უარო გარშემო რომ დავანგრიო ის ჩემი ცოდვაო რასაც ვებძიო და მე მას უთხარი რომ იცი რა მეთქი იერიხონი ხო ძველ აღთქმაში იყო მეთქი და ახალ აღთქმაზე ხო ხედავ რას გვეუბნება მეთქი დაელაპარაკე და მოგცემს უთხარი და გადმოგიდენს წყალს მადლს ხო აღარ არის საჭირო იერიხონის კედლების ჩამოქცევა დაელაპარაკე ამიტომ იმას ვთქვი რომ ილოცე სთხოვე დაელაპარაკე შენს უფალს და მოგცემს და გეხმარება და გაგაძლიერებს აი ეს არის განსხვავება აი ქრისტეს ამ ფრაზაში და იმ რაბინების განმარტებებში ეს არის უდიდესი განსხვავება რომ ქრისტეს ნათქვამი ბევრად სრულყოფილი აი სუპერ ნათქვამია გესმით ზე ნათქვამია რომ ის ამბობს რომ კლდეზე უნდა დააფუძნო შენი სახლი შენი სულიერი სახლი კლდეზე უნდა დააფუძნო და ის კლდე არის თავად ქრისტე მისი რწმენა განკაცებული ღმერთის რწმენა თუ ამაზე დააფუძნებ მაშინ მოვარდება ნიაღვარი წყალდიდობა ქარი და ვერაფერს დააკლებს შენ სულიერ ცხოვრება შენ სულიერ სახლს მეორე რა იყო რაზე იყო დაფუძნებული მეორე სახლი ქვიშაზე ნახეთ ეს ქვიშას ტყუილა არ არის ნახსენები იერემია წინასწარმეტყველის მე-17 თავში წერია ნახეთ